მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ეთერშია პოლიტიკური არეალი, მე თათია მაჩაიძე ვარ, ჩემი სტუმარი არის ალექსანდრე ჩხიტაური და ჩვენ ამ ბოლო მიმდინარე პროცესებზე ვილაპარაკებთ. ძალიან დატვირთული კვირა იყო, მართლაც ამდენი შეკრება იყო 28-ში კიდევ განაახლეს 1 წლიანი აქციას კიდე მოყვა ეს მათი აქცია და ახლა BBC-ს კიდე ბრალდება, რომ დაწამლეს ხალხი ამ აქციების დროს. ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აი თქვენი გადმოსახედიდან ეს ბოლო მიმდინარე მოვლენები, აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, აი თქვენ რას ფიქრობთ? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა უნდა ვიფიქრო, დავიღალეთ ხალხი ამ უსამშობლოთა გაერთიანებების, ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკანების აღმადამხეტიალით საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამდენი ბრალდებით და ეს მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის ქართველი ხალხის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ ქვეყნის მისამართით ისმის. ამ ეგრეთ წოდებული ევროკავშირის ელიტის და მათ მიერ დაქირავებული აგენტებად მართლა ანტისახელმწიფოებრივ აგენტებად ქცეული როგორც შიდა პოლიტიკური ჯგუფების ეს ნაციონალური მოძრაობა მთელი მათი განშტოება ეს ამდენი წლების მანძილზე რასაც უყურებ ჩვენ ქართული საზოგადოება დაგუღალეს მართლა და პირდაპირ მოუწოდებ ხელისუფლებას ყველანაირი ქართული ხალხის მხარდაჭერა უმრავლესობის აქვს ხელისუფლებას და მიიღონ გადამწყვეტი ზომები და კანონია ამოქმედონ. რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, ისიც აი ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს აი მართლა შეუპოვარი თავდასხმა გარდაძალების ესე ძალიან ბულინგის ხერხი ვართ უკვე მე ბულინგი კიდე სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ ვართ მსხვერპლი იმისა, რომ იმ ქვეყნებს და მათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნის წინააღმდეგ აი ამ ენით გამოუთქმელ თავდასხმებს ამდენი წლების მანძილზე ქართველი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების მონაწილეობით და მათი ეგრეთ წოდებული ასე მოიხსენებენ რუპერების მეშვეობით ახორციელებენ, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. და ჩვენს ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა იქით საკანონმდებლო ბაზაც ხელს უწყობს, რომ აი ამ ყველაფერს დაუსვას წერტილი და მიუჩინოს თავისი ადგილი ქვეყნის ღალატში, ქვეყნის ომში ჩართვასა და საქართველოში სისხლისღვრების მცდელობებში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში, როგორც ეჭვმიტანილთა, ასევე ჯალდებულთა და ბრალდებულთან უკვე უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა და სახელმწიფოს 7 ნოემბერი რატო არავინ არ გამოიძია მაშინ 26 მაისი აი რაღაცა მაინც ეს 7 ნოემბერს და 26 მაისს არ გამოიძიებდნენ, იმიტომ რომ ის ძალები მართავდნენ ქვეყანას, რომლებიც დღეს გვიტევენ ხო მაშინ არაფერი რეაქცია არ ძალები მართავდნენ, მაშინ მარიონეტი იყო სააკაშვილის ხელისუფლება მით უმეტეს ხერხი დაასრულდა 7 ნოემბრის აქცია 26 მაისის აქცია რა თქმა უნდა ის ძალები მაშინ მათი მარიონეტების მეშვეობით მართავდნენ. წარმოიდგინეთ თქვენ, მაშინ იყო იმ პერიოდში ზუსტად სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ხალხის დაწამვლაც, განადგურებაც, ბიზნესებიდან დაწყებული ყველა სისტემას, აბსოლუტურად განათლების სისტემასაც მოედო ის უამრავი ღირსეული ადამიანები ჭყალებში ჩარეცხეს, მე მათ ტერმინს ვიყენებ და უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურებიდან და ქვეყნის წინააღმდეგ რა საშინელება მიმდინარეობდა და ეს ყველაზე რთული რაც მათ გააკეთეს და ყველაზე საშინელება რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს იყო აგვისტოს მოვლენები და ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა და მაშინ გახსოვთ თქვენ მთელი ეს ხროვა იმ დროიდან ხელისუფლების როგორ მოიხსენიებდნენ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს ქვაღორღების ხროვად და რაღაც დამამცირებლად და ну მათთვის თუ ქვაღორღების ხროვა ჩემი წინაპრების ნაფუძარია ის ხსნის ხეობა და ეგრეთ წოდებული ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია ის ქართლის მთიულეთი იყო ისტორიულად და მიწა ანუ ხეობა არ არის და კუთხე კუნჭული სადაც ქართული ძველი ისტორიული ძეგლები არ იყოს იქ
როგორც ეკლესია მონასტრები, ასევე ციხესიმაგრეები და კოშკები და ასე შემდეგ. იმ ადგილს უწოდეს ქაღალდღიანი მიწა, მიატოვეს ის ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დაჭრილ დახოცილები ბრძოლისველზე, იქაური მოსახლეობა, გამოიქცნენ მე აქ რაღაცა ყალბი გამარჯვების ჭალებში მიტინგები გამართეს და ის ზალები ზუსტად ის დღეს რომ ჩვენ სახელმწიფოს ებრძვიან ეგრეთ წოდებული ევროკავშირის იმდროინდელი წარმომადგენლები მათთან ერთად ზეიმობდნენ საქართველოს იმ პერიოდში დამარცხებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას. ეხლა დღეს ეს ზალები ჩვენ სახელმწიფოს როცა ჩვენ განვაცხადეთ ხელისუფლებასთან ერთად რომ ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული და თანასწორად უნდა მოგვეპყრა ყველა სხვა სახელმწიფო დღეს უკვე ეს აღარ მოსწონთ და ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად ყველა ძალა ამოქმედეს არ ვიცი რა აი ხა მართლა ძალიან დაძაბული ვითარება არის, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ახლა ხელისუფლებისთვისაც როგორი ერთი წელი პერმანენტული აქციები პლუს ახლა ახალი თემა შემოვიდა ეს არაბული კომპანია ამაზე კიდე მე მგონი აქციები გაიმართება თულად გადიან ძალიან ხელისუფლება ახლა რასაც ქვია ბეწვის ხიდზე გადის ჩემი აზრით მხოლოდ ხელისუფლება არ გადის ბეწვის ხიდზე და რთულად აი ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა გადის ხელისუფლებასთან ანუ ის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვისაც არ უნდა რაღაცა უცხოურ გავლენით გარეძალების მონობაში ცხოვრობა მათი დაქირავებული აგენტების ბატონო ალექსანდრე, აი ჩვენ რა გვინდოდა, ჩვენ ხო სულ ვიძახდით, რომ საბჭოთა კავშირი იმიტომ არ გვინდოდაო, რომ ანუ საბჭოთა კავშირის მონობა არ გვინდოდაო. და ეხლა ეს ხალხი ცდილობს, რომ ევროკავშირში შევიდეს, ანუ ახალი მონური მდგომარეობა უნდა ის აწყობს და ევროკავშირში შესვლა არ უნდა, თუ დააკვირდებით, მათ უნდათ ერთადერთი მატერიალური სარგებლის მიღება აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციებს, აი ამ დაჯგუფებებს, ანტისახელმწიფო დაჯგუფებებს, რომელსაც არის ნაციონალური მოძრაობის და ის სხვა პარტიების სექტას უწოდებთ მთელი მოსახლეობა, მათ არანაირია ევროკავშირები და არანაირი ფასეულობა მათ არ გააჩნიათ. ის ყველაფერი ტექსტები, რასაც ისინი საუბრობენ, არის დაზეპირებული იმ ტექსტის შიგნით რა დევს ეს ფასეულობებზე რომ გვესაუბრებიან. არ გააჩნიათ არანაირი მათი ერთადერთი ფასეულობა და ღირებულება ეს არის ფული. ეს არის იმ გასამჯელოების მოვა, რომელსაც ისინი იღებენ აგენტობაში და ანტისახელმწიფო ქმედებების განხორციელებაში. ხოლო საქართველოს როგორც სახელმწიფო არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით არავის არ ჭირდება. აქ ჭირდებათ ტერიტორია. ტერიტორია გასასვლელი გზა, სადაც მათ საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებს დააკმაყოფილებენ და ჩვენს ტერიტორიაზე სულ არ აინტერესებთ აქ როგორი ტიპის მმართველობა იქნება, მე ვამბობ უცხოეთიდან დაფინანსებული მმართველობა იქნება თუ უცხო ქვეყნის აგენტები იქნებიან ეს მათთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება და ის ხელისუფლება რომელიც ასე თუ ისე ეროვნულ პოზიციებს აჟღერებს ასეთ ტიპის ხელისუფლებები არ ჭირდებათ. ხო, მაგრამ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ივიცავთ ამ ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს და ეს ძალიან მომწონს ხელისუფლება, როცა რა თქმა უნდა, ეს მოსაწონიც არის და მისასალმებელიც არის ეს თემები, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე ხელისუფლებასაც ერთი რომ გარეძალები და მეორეც ის შიგნით რა თქმა უნდა, უამრავი ის ხალხი რომელიც შეიძლება გარეგნულად თვითონ სახელმწიფო პოზიციას გამოხატავს სხვა უწყებებში. ყველაფერს აკეთებენ რომ რაღაცა ისეთი დივერსიული საქმიანობა განახორციელონ რომ ანტისახელმწიფოდ განაწყონ მათ დაკონდა. თან ეს ხალხი ის უბრალო პოზიციებზე არ არიან თუნდაც განათლების სისტემაში. ბევრი ისეთი ადამიანია იმ სისტემაში და დღესაც უკავიათ ესა ბერკეტი. სხვა უწყებებში, ბერკეტები უკავიათ ამ სისტემაში, რომელთაც შეუძლიათ რომ თან ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა შინაგანად ანტისახელმწიფო განახორციელონ, დაუპირისპირონ იქ ახალგაზრდობა იქნება თუ პროფესორ-მასწავლებლები და გარეგნულად კიდევ წარმოაჩინონ თავი ვითომ ამ ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერები და აი ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. აი ხა განათლების რეფორმაა დაწყებული, ხო მივესალმები სამინისტროს ბატონ გივის მის გუნდთან ერთად და ერთი სათხოვარი გვექნება, ვიდრე ეს განათლების რეფორმა პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს 2005-დან
უშუალოდ როდესაც დაიწყო განათლების სისტემის წინააღმდეგ და ჭალებში სააკაშვილის აი 2012 წლამდე ვინც იმ განათლების სისტემის რეფორმირების სათავეში იდგა და ვინც ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად აი სამინისტროებში არსებული პერსონალი და სისტემაში ზოგადად არსებული პერსონალი დაინტერესდეს და აუცილებლად სახელმწიფო უნდა მისცეს იმ პერიოდის განათლების სისტემაში არსებულ აი ამ გამოწვევებს როგორც პოლიტიკური ასევე იმ უსამართლობებს იმ მართლა არ ვიცი აი მარაზმად ქცეულ საქმიანობას რასაც იმ პერიოდში ახორციელებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ პერიოდს უნდა გამოვლინდნენ ის ხალხი დღეს ხო ვამბობთ განათლების სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს როგორც სკოლებში ასევე სერიოზული ეს ჯერ კიდე რამოდენიმე წლები დაჭირდება იმ პრობლემების გამოსწორებას რომელიც დღეს სისტემაშია მაგრამ ვინ შექმნა ეს პრობლემები რა თქმა უნდა 2005-დან 12 წლამდე შეიქმნა საფუძველი ჩაიყარა და იმის შემდგომაც დღემდე ის ხალხი რომელიც იმ სისტემას ემსახურებოდა ვინც აი ამ პრობლემებს ქმნიდა სისტემაში დღესაც მე ვხედავ სხვა წყობებში სერიოზულ თანამდებობებს იგივე განათლების სისტემაში სამინისტროში არიან რა თქმა უნდა და ანუ უბრალოდ გამორიცხულია იმ ადამიანებთან ერთად იმ სისტემის დამანგრეველებთან ერთად რაიმე სახის რეფორმის განხორციელება ბევრი არ არის რაღაც ისე ჩამოსაკვდილი იქნებიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი პოზიციები ის უკავიათ სისტემაში რომ თქვენ ხო წარმოუდგენიათ აი დღეს ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ რომ განათლების სისტემას აუცილებლად ჭირდება არა მხოლოდ გარეგნული ფასადური შეცვლა არა მხოლოდ ფასადური შინაარსის აი ამ ფასადურ შეცვლაში მაგრამ ჭირდება ასევე შიგნით მატერიალურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ ხელფასდებით ასევე ჭირდება იდეოლოგიური სრულყოფა იდეოლოგიურ სრულყოფას კიდევ შესაბამისი სახელმძღვანელოები შესაბამისი კადრები საგამონათლო სისტემაში დასაქმებული კადრები და ჩვენ როდესაც ეროვნულ ბავშვებს მიადაგზე რა თქმა უნდა იმიტომ არა ეროვნულ ბავშვებს რაც შეეხება თვითონ სისტემა განათლების სისტემა რაც ჩვენ გვაქვს აი თქვენ წარმოვიდგენიათ რომ სისტემის ის მსახურები და ის რასაც 2005-დან 12 წლამდე რაც ემსახურებოდა აბსოლუტურად დაფუძნებული იყო ანტისახელმწიფოებრივ ანტიქართულ განწყობებზე იცით თქვენ რომ ამოყარეს საქართველოს ისტორიის როგორც დამოუკიდებელი საგანი ეს აღარ ისწავლებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი როგორც ასეთ დამოუკიდებლად აღარ იყო და იქიდან ამოიღეს ძალიან ბევრი მე-20 საუკუნის ჩვენ თვალსაჩინო მოღვაწეების ნაწარმოებები და საქართველოს ისტორიის წიგნიც აბსოლუტურად დაშალეს მე არ ვიცი მსგავსი რაღაც სხვა ქვეყანაში რომ განახორციელებინათ ალბათ თვითონ ხალხი გამოუტანდა განაჩენს კანონიზალ იმ პერიოდის ხელისუფლებას იმიტომ რომ ჩვენი შვილები აი დღეს რასაც ამბობ გააზრების და მის უნარი რომ არა ბავშვებს ეს იმ სისტემის რა თქმა უნდა ეს იმ სისტემაში იმ წლების მანძილზე იმ სისტემაში არსებული პრობლემების ბრალია. უნივერსიტეტები უკვე შემდგომში სკოლიდან მოსულ ხელახლა ვერ ახსნიან. სკოლიდან უნდა მოვიდეს განათლებული, რა თქმა უნდა საბაზისო და როდესაც სკოლაში თქვათ ისტორიის სახელმძღვანელოები რომ არის, ეს არის სრული კატასტროფა. რამდენჯერმე თქვი, რა თუნდა ამას მთელი ივან ჯავახიშვილის 40 წლებში აქვს დაწერილი საქართველოს სხვა ცნობილ მეცნიერებთან ერთად აკადემიკოსებთან ერთად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც დაეფუძნა შემდგომში ჩვენი სახელმძღვანელოები, ვისაც ვსწავლობთ 80-იან წლებში და 90-იან წლების დასაწყისში. მაშინ მოყვა, ხო და კი და აიღონ ეს სახელმძღვანელოები და საქართველოს ისტორია აი ამ ტიპის გადაამუშავება და აი ამ ახალ განახლებული სახელმძღვანელო, სადაც საქართველოს ისტორია თავიდან ბოლომდე არის მოთხრობილი. და ყველა ის ამ წარმოიდგინეთ თქვენ ისტორიის სახელმძღვანელოებში და პედაგოგებიც ვინც სკოლებში სწავლობენ ეს ჩვეულებრივი ფაქტია. სააკაშვილის პერიოდში პირდაპირ სატელევიზიო გადაცემები ეძღვნებოდა ჩვენ საამაყო მეფეების როგორც მოღალატე წარმოჩენის და ეხლაც იყო რამოდენიმე ხდება იგივე ბერძენიშვილების ერეკლეზეს ხოთაშორის რომ იგი გიორგი სააკაძე თურმელის იყო და მხოლოდ ერთი მეფე ყოლია ჩვენ დავით აღმაშენებელი და ეს იყო და ეს და მე სააკაშვილმა შემოიტანა ევროპული ფასეულობი თურმე საქართველოში. ხო და აი ასეთი რაღაცები მე საკადრო რესურსი მასშტაბლების საკადრო რესურსი ეს აი ბოდის უხდი ჭეშმარიტ და მართლა ღირსეულ მასშტაბლებს რომელიც აი ამ თაობებს ზრდიან მაგრამ
აქ უკვე პროცენტულად ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ძლიერი. უამრავი სუსტი ხო, ანუ ისე რომელიც ბოლომდე, ანუ თქვათ აი ამ საგნებს, რომელიც ქართულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას ასწავლის ბავშვებს ისე როგორც უნდა ასწავლონ და არა ისე 2003 წლიდან რო იწყება ზოგიერთისთვის საქართველოს ეხა ბატონო ალექსანდრე საერთოდ არ არის შეცვლილი აი რა თქვი რა სატყუთ ანუ როგორ არ არის დაიწყეს ახლა განათლების მოქმედი მინისტრის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოების გადამუშავებაზე საუბრები მიმდინარეობს მერე მასაპედაგოგების კორპუსის თან დაკავშირებით მათ შემდგომ ამ გადამზადებასთან დაკავშირებით მიდის საუბრები აი ნახეთ როგორ არის მთელი გასული წლების მანძილზე პედაგოგად გახდომის სურვილი თუ ქონდა პირს ის გაივიდა რაღაც გარკვეულ ტრენინგებს გარკვეულ სამასწავლებლო კურსებს ჩააბარებდა და მნიშვნელობა არ ქონდა რა სპეციალიზაციის დიპლომი ქონდა ის ნებისმიერ სხვა საგანში შეეძლო მას ხო ანუ სპეციალიზებულ მასწავლებლებს კონკრეტული საგნისთვის საქართველოს განათლების სისტემა და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლები უკვე წლებია აღარ თუ ვეღარ ამზადება. ამან გამოიწვია სკოლებში ზუსტად ის კოლაფსი. კი, ჩვენც ხო ამჩნევთ ახლა რომ თუნდაც ის ახალგაზრდა მე მეწოდებიან ის ახალგაზრდები რომელიც ვთქვათ ვერაცნობიერებენ. მე ახალგაზრდას ეუბნებ დოკუმენტაციას უდებ ყველაფერს რომ აგერ ის ხელისუფლება რომლის დაკრულზეც სააკაშვილის ხელისუფლება სკოლისო. აი რომლის დაძახილზე ჩვენ გარეთ გამოდიხართ და გონიათ მართლა დემოკრატიის და ესე შუქურები და აი თელ დოკუმენტაცია საკითხი მათ მიერ განხორციელებული უბედურებებისა საქართველოში და არ ჯერა იმიტომ რომ მათ იმხელა ის მიიღეს სკოლაში ზუსტად იმ ეგრეთ წოდებული ხო რა თქმა უნდა თქვენ უსაბუთებთ და მაინც ხო ანუ მარტო მე კი არა ზოგადად თუ ამბობ აი ბავშვებთან აი წარმოგიდგენთ საუბარს შევესწარი ერთი სტუდენტი ეუბნება მეორეს ის თუ რა გითხარ პროფესორმა უნივერსიტეტშიო თურმეო პირველი ოკუპაცია რუსებსო თამარ მეფე რომ გიორგი მიათხოვეს მაშინ განუხორციელება ეს ხო სისულელე ეს ხო მარაზმია ანუ ამას შეიძლება მე ამას მიზან არა სასკოლო სახელმძღვანელოებში აწერია ამას მიზანმიმართულად უტენიან ამას იმიტომ რომ ბავშვს რომელსაც სკოლაში საბაზრო განათლება არ აქვს რომ თვითონ გააცნობიეროს ეს ტყუილია თუ მართალი მე ეს პროფესორა ეს მასწავლებლები ისინი ხდებიან მათთვის ავტორიტეტები აი ეგრეთ წოდებული დემოკრატიებზე და ადამიანის უფლებების საუბრებით. შემდგომში უკვე მათ ისეთ რაღაცებს ეს მიზანმიმართული ეს უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ეს მიზანმიმართული ქმედებებია. მე არ მგონია რომ ის პროფესორი ანის ლექტორი ანის მასწავლებელი რომელიც ასეთ სულელებს ასწავლის ბავშვებს ეს იყოს არ იცოდეს მან არ იცოდეს რასაც ასწავლებს. ხო, საკმაოდ ისეთი არ არის ძალიან ისეთი ახალგაზრდა რომ სააკაშვილის პერიოდის მოსწავლე ყოფილიყო ან უფრო დიდია. მაგრამ ეს მიზანმიმართულად ხდება. რატომ იყო როცა იგივე ბერძენიშვილებთან დაკავშირებით ასე ჯდებოდნენ პირდაპირ ტელეეთერებში და ერეკლე მეფეზე, ჩვენ საამაყო ქართულ წერილებზე, მოღვაწეებზე რომ 1000-ნაირ უბედურებას და 1000-ნაირ სულელებს და ადამიანებს ასე ურეცხავდნენ ტვინებს რომ იცი რა თქვენ გახსოვთ ალბათ რომ იმ პერიოდისათვის აი ყველაფერი ქართული ითვლებოდა გოიმობათ რამის სახელმწიფო ენად ინგლისური გამოგვიცხადეს გახსოვთ კი მახსოვს სახელმწიფო დაწესებულებებში აი უნივერსიტეტებში სამსახურის დაწყებას ვერ ახერხებდა პირით თუ არ იცოდა ინგლისური პირველი ენა უნდა გწონდა მეორადი იყო ქართული მე ეს შეიძლება საჯაროდ არ აცხადებოდი მაგრამ ფაქტი იყო კონკურსები და რაღაც რომ ტარდებოდა იქ პირველი მოთხოვნა რაც იყო ინგლისური უნდა გწონდა მხოლოდ ინგლისური როცა რა თქმა უნდა ინგლისურიც უნდა ვიცოდე ნებისმიერი ენა მაგრამ პირველი საქართველოში უნდა იცოდეს სტუდენტი იქნება ეს თუ მოზრდილი თუ სკოლის მოსწავლე უნდა იცოდეს ქართულად უნდა იცოდეს აზროვნება ქართული და შემდგომში უნდა რა თქმა უნდა ეს საერთაშორისო ენების და ინგლისური რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველია ხო? ხო და აი აქედან გამომდინარე მართლა აი ძალიან დიდ საქმეს შეეჭიდნენ და ნახოთ არ ვიცი მაგრამ აი ამ შემთხვევაში რეფორმირების საბჭოებში იმ რაღაც იქ ცოტა მეტი სხვა ადამიანების ჩართულობასაც თხოვდი განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას რომლებიც აი ამ ყველაფერს აი ამ პრობლემებს აი ამ წლების მანძილზე თვითონ შეეჯახდნენ და თვითონ
ეწეოდნენ იმის საწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც ცდილობდა ეს ეგრეთ წოდებული ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების სააკაშვილის პერიოდში რომ განეხორციელებდნენ ჩაენაცვლეს. ბატონო ალექსანდრე, მარტო ასეთ ხალხს მე ნაკლებად ვხედავ და უფრო ის ადამიანები აქტიურობენ, რომელიც მაგალითად აცხადებდნენ, რომ ქართული ენა საერთოდ უნდა გავაგროთ, იმიტომ რომ სტრესში აგდებს თურმე ქართულ სტუდენტს. ბოდიში თქვენთან და გოიმობა ქართველი მწერლების და ესე იგი ჭავჭავადისის ყველა ყაზბეგის მოთხრობების მასში შეტანა და უფრო თანამედროვე და უფრო აქტუალურია, თქვა თანამედროვე ჭყალებში მწერლების იქ ჩამონათვალი იყო ის თამარ მეფესთან მასთან დაკავშირებით აღარ მინდა ხა მათი აღწევებელი ხო გვარები ვახსენ რა ეს ვითომ წერლები რომ არიან აი ამათ ნაწარმოებებს ასავლეთ შორის გაუკეთა მედია მაუწყებლობებს ხო მედია მაუწყებლობას რაც შეეხება ეს არ ვიცი აი ისე იტყვიან ისე მოკლავენ სიტყვებით ადამიანს ისე გაანადგურებენ არანაირი პასუხისმგებლობა თითქოს არ ეკისრებათ ხო არ ეკისრებათ და იმით ხო და არა და კანონმდებლობა გვაქვს ისეთი რომ შესაბამისად რა თქმა უნდა ამას ნება ჭირდება და მედია კი არა ნებისმიერი მე თუ ვინმეს მიმართ ცილისწამებას გავაჟღერებ და მას რა თქმა უნდა მეც პასუხი უნდა მოვთხოვო და ნებისმიერ ადამიანს პასუხი რა შუაშია მედია რა შუაშია ჟურნალისტი რა შუაშია პოლიტიკოსი ეს ინდულგენცია აღარ უნდა იყოს უნდა დასრულდეს ეს აი სხვათა შორის აი სააკაშვილის თუ დააკვირდებთ ეს ხო ჩარეცხეს ეს პროფესორი ძველი პირველ კურსელებთან შეხვედრაზე 2005 წელს მივიდა სააკაშვილი რომანია ესენი და პირველი რაც განუცხადეს მაშინ პირველ კურსელებს თქვენ გეძებათ ეს ჩვეულებრივი ეს არის ფაქტი ეს არის ტყუილია თქვენ გეძებათ უნიკალური საშუალება რომ წითელი პროფესორები ჩარეცხოთ და ცოცხლად გაყაროთ აქედან ანუ ხომ გესმით რაზეა საუბარი აი ნახეთ ის ხო გამოაცხადეს მართლა ნაღდი მეცნიერები ხა კორუფციაო და თუ ვინმე კორუმპირებული იყო მაშინ პასუხისმგებაში მიეცათ ეხლა ერთი ადამიანი თუ კორუფციონერი იყო მთელი სისტემის მიმართ რატო ქონდათ პრეტენზია მაგრამ ეს არ აინტერესებდა ის იყო უბრალოდ მიზეზი მე ეხლა აქ ვერ მოვყვებ მაგრამ უბრალოდ რა მეთოდებით ცდილობდნენ ამ ადამიანების გამოწვევას რა უსაზღროებია ეს დღეს რომ სამსო ტელევიზიაში ჟურნალისტები არიან გადაანაწილებული მაშინ როგორ და რანაირად დასდებდნენ ეგრეთ წოდებული ჩასარეცხ პროფესორები და როგორ გამოყავდათ მდგომარეობიდან ეს კიდე ცალკე სამართლის საუბრის თემა მაგრამ ნახეთ კორუფცია შემდგომში უკვე ესენი რომ ჩარეცხეს ეს მოიცილეს ეს ძველი თაობა რომელმაც შექმნა ქვეყნის კულტურა განათლების სისტემაში რაღაც გარკვეული მეცნიერება ქმნიდნენ ხო ეს კი გამიგოს ჩარეცხეს და მათ ადგილას ნახეთ თუ აკვირდებოდით იმ პერიოდის მოვლენებს არც ახალგაზრდა ვიყავი უნივერსიტეტის დისერტაცია დაცული და უკვე თანამ სიტუაციებში უკვე გარკვეული ვიყავი ამ პოლიტიკურ და ბრძოლ ხო ნახეთ რა ასაკეთებდნენ შექმნეს ახალი მათთვის ანუ ახალი მეცნიერები ახალი სისტემის მსახური სააკაშვილის სისტემის მსახური და ის რაც მანამდე ჩვენ ვიცოდით და რომ ეს იყო არ იყო ეხლა ეს არც ხელოვნება იყო რაღაც სიგიჟეები გახსოვთ მაშინ კეთო და კოტეს დაადგინეს რაღაც უაზრო უცხოპლანეტელების ანუ ეს რაღაც სიგიჟეები ესენი უკვე წარმოგვიჩინეს ტელევიზიის საშუალებით აკეთებდნენ ეს უკვე წარმოგვიჩინეს როგორც ხელოვნება როგორც და ხელოვანები ანუ ამ ჩამოაყალიბეს კასტა რომლითაც ანუ იმის სიტყვას და მხოლოდ ესენი გამოყავდა ტელევიზიაში შესახეები და აი სამხრივად მიდიოდა ბოდიში და დამუშავება ჩვენი ქართული ცნობიერების ქართული ერის და ამ ანტისახელმწიფოებრივი იდეებით იმ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ისე გამოვიდათ ნაწილობრივ ბატონო გამოვიდათ როგორ ნაწილობრივ კი არა მთლიანადაც გამოვიდათ მე რასაც უყურებ აი ეს მარაზმი რო არ სრულდება და დღემდე რო კი მესმის რო გარკვეული ნაწილი ფულით მიდის მაგრამ ძალიან ისეთი არასაკმაო მცირედი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობისა შეიძლება იქ არ დარბიან მაგრამ რაღაცა შინაგანად ისეთი გაორებები აქვთ რა მეც ვამჯერებ იმიტომ რომ ანუ ამდენი ხნის მანძილზე ესე იგი გმირობის შარავანდებით ესე იგი ნახეთ და პირდაპირ თქო ხელისუფლებას რა ის პროფესორა რომელიც მოუწოდებს და რომელიც ანუ ლექციებზე იქნება ეს თუ სკოლის მასწავლებლები რომელიც სტუდენტებსთან სკოლის მოსწავლეებს ეუბნებოდნენ რომ ეს მოლოტოვის კოქტეილების სროლა შენობების დაწვა პოლიციელების დაწვა და შემდეგ ეს არის გმირობა და სამოქალაქო გმირობა და რომლებიც აი ამისკენ აქეზებენ ესენი არ შეიძლება მე პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ერთია რომ აქეზებენ მაგრამ მე ვამბობ იმ აღზრდელებზე რომლებიც
ამ ბავშვებთან უშუალოდ აუდიტორიებში შეხება და კონტაქტში არიან. როგორ შეიძლება შენ ახალგაზრდასთან იყო ლექცია იმ საგანს თავი დაანებო, რაც უნდა წაიკითხო. და გადახვიდი აი რაღაცა იმაზე რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილის სროლა ყოფილა სამოქალაქო გმირობა. იმ პოლიციას თითქოს არც დედა ყავს, არც მამა ყავს, არც შვილი არ ყავს, არც ადამიანი არ არის და რომ დაწვავ იქ და რომ მოკლავ, ეს ყოფილა თურმე სამოქალაქო გმირობა. აი ასეთ მარაზმს, ვინც თავს ახობს სტუდენტებს და მოსწავლე ახალგაზრდობას, იმათი ადგილი არ უნდა იყოს არც იმაში რა ქვია სკოლებში და არც უნივერსიტეტებში. სააკაშვილის დროს მე პირადად და ჩემნაირები ბევრი იყვნენ, ვერ ვძობდით იმ სააკაშვილის ხელისუფლების აი ამგან, მაგრამ არასოდეს არ ვიკადრია რომ მაშინ აუდიტორიებში შევსულიყავით და რაღაცა პოლიტიკური განცხადებები თუ საჯარო ლექციას ატარებ, ის სხვა თემაა, მაგრამ უშუალოდ საგანთან დაკავშირებით როცა ლექციებს ატარებ, იქ არ შეიძლება. რაღაცა პოლიტიკური და ვიღაცა კარგია და ვიღაცა ცუდია და თავს მოაქვია. არა მხოლოდ ყველგან არის ახლა ის უბრალოდ ჩანს და ხო თორე ყველა სხვათა შორის რომელიც აშკარად აკეთებს ამ ყველაფერს ის უფრო ნაკლებად საშიშია საზოგადოებისთვის რომელიც იმასთან შედარებით რომელიც აი ამ ყველაფერს აი ამ ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ფარულად ნერგავს და თესავს აი ამ ბავშვების სულებში თუ გულებში თუ აი ხა ამას რა გონიათ რომ რევოლუციას მოაწყობენ და ან სამოქალაქო დაპირისპირებას მოაწყობენ თუ აი რისი იმედი არა ბავშვებს არაფერი არ აღებათ რომ უყურებთ ბავშვები ეს ნუ არ ვიცი ხლა ნუ 30 წლამდე თუ რაღაცა არ ფართოვდება ეს ევროკავშირი და ეს იმ ევროკავშირს ჩვენ ნახეთ ჩვენ როცა საბჭოთა კავშირი და მაშინ დამოუკიდებლები იყვნენ საფრანგეთი გერმანია ესე შედარებით დღევანდელთან შედარებით მაშინ ერთი ცენტრი ერთი სისტემა დღეს უდირდა ეს ძახი ხო ის არ მართავდა და მაშინ ჩვენ ფრანგული ის კულტურა მოგწონდა ის ლიტერატურა მოგწონდა დღეს აი მე ევროკავშირის მაღალჩინოსებს რომ შეეკითხოთ თუნდაც ფრანგი აი თუ გაქვთ აუსტრი ურთიერთობა კითხეთ რა მათ საკუთარ კლასში ქართველებმა უფრო ვიცით იმ ევროკავშირის კლასიკოსები და მათი ლიტერატურას უფრო კარგად უცნობთ ჩვენმა თაობამ იმიტომ რომ ეს ბისმარკის მოდელი განათლების სისტემის რომელიც საბჭოც ჰქონდა ის ხო ვიდრე მათი ქვეყნის აი თუნდაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები რატო იმიტომ რომ იქაც იმ ევროპის სახელმწიფოებში ეს ერთი მსოფლიო მთავრობა აქ გამახსენდა ეს სააკაშვილის პერიოდში როცა ეროვნულობაზე ან საქართველოს რაღაცა ქართველობა როგორც ერთი გოიმობა თითოლებოდა და რომელ ქართველობაზე რომელ ტერიტორიაზე მეკითხებიო მალე მთელ მსოფლიოს საზღვრები არ ექნებაო ხო იყო ხოლმე ეს კოსმოპოლიტური ამას ხომ იყო და ისინი ვინც აი ამას აუდიტორიებში განათლების სისტემიდან და მე ის ვთქვი წეგან დასაწყისში რომ ის ხალხი დღეს ისე იქ არის არ შეიძლება ადამიანმა კაცი მოკლას და მე ისე იმ ადამიანს უთხრა რომ აი იმ კაცის გაცოცხლებაში მიიღოს მონაწილეობა. ვერ ის ზოგადად ვერც გაცოცხლდება, მაგრამ ეს ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ის ადამიანი, ის მკვლელი, თუნდაც ის მკვლელები, აი ჩვენ განათლების სისტემის და ბავშვთა ცნობიერების წამსვლელები, ისევ იქ რომ არიან და ცდილობენ კიდევ აი რაღაცნაირად აი ჩაჯდნენ ამ იმაში რომ აი რაღაცნაირად აი ამ სისტემაში და აი ამ რეფორმირების ჯგუფებში იყვნენ სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გადაანაწილებული რა რეფორმა უნდა გაატაროს იმ პიროვნებებმა თუნდაც იმ რეფორმების ჯგუფებში თუ იქნებიან მათ წარმოდგენილნი რომელთაც ბოდიშთა განათლების სისტემა აი დღეს რომ აი ესეთ მდგომარეობაშია სკოლა და სკოლის ბავშვებს ქართულ ლიტერატურაზე და ისტორია და შემდეგ ძალიან ისეთი სერიალი წარმოდგენა რო აქვს. აი ამ ყველაფერში რომ მონაწილეობა აქვს მიღებული. აი ამას მოუწოდებ ჩვენ ზურგს. პატრიოტიზმის დაკარგვა უნდათ რომ აღარ იყოს. არა მხოლოდ პატრიოტიზმი ზოგადად აი იმიტომ რომ ქართველმა ის პატრიოტოსთან ხო მაგრამ ნახეთ ეს პატრიოტიზმი როცა უფრო მამულიშვილობას დავარქვენ ეს პატრიოტიზმი ესეც სიტყვა გახდა აი ნახეთ პატრიოტიზმი რას აი დროშების ფრეალი სირბილი აღმადაღმა ბოდიშთა იმაზე რა ქვიან ტუფლებზე, ბოტასებზე, თუცა ტანსაცმელზე რაღაც ქართული დროშების გამოსახვა. ან ჩვენი ეროვნული მოღვაწეებს რომელსაც ვაჟა-ფშაველას სტიკერია გაკეთებული გულზე და რო კითხო ერთი ის არა წაკითხული ლექსი. შეიძლება ასეთი სახის პატრიოტიზმი, ეს არის ფორმალური ზერელი პატრიოტიზმი. აი ესეთ პატრიოტიზმი, ფასადური ხო და ასეთმა პატრიოტიზმმა ბუდიშთა დაღუპა ჩვენ ქვეყანა 30 წელია, აი მორმოდარ რო ვერ ამოვედით. აი ეს ფასადურმა და არა ცოდნაზე დამყარებულმა და არა იმ ტრადიციებზე დამყარებულმა, რომელსაც განათლების სისტემა
უნდა მიხედოს და უნდა ასწავლოს ეს. და აუცილებლად, აუცილებლად გადასახედია სახელმძღვანელოების თემები მოსაგვარებელი, იმიტომ რომ თუ ის სახელმძღვანელო არ იქნება რითაც შენ ეს პატრიოტიზმი, ეს ეროვნულობა, ეს მამულიშვილობა, რა თქმა უნდა, ეს უცხოური დასავლი იქნება აღმოსავლეთის თუ ეს კლასიკოსები ვინც არიან თუნდაც ჩრდილოეთის, რომელიც მთელი მე-19-მე-20 საუკუნის ქმნიდნენ კლასიკ ისინი იმათი სწავლების გარეშე როგორ წარმოგვიდგენია თქვენ მხოლოდ ქართული? რა ვიცი, ყველა ერთად უნდა იყოს ეს, რომ აი ეს ნობიერება ჩამოუყალიბდეს და ეს ცივილიზაციური ის ანალიტიკური აზროვნება რო გავუხდეთ უფრო. და ეს მოვიდა სიმპატრიოტიზმსაც და იმასაც არ შეიძლება. მაუწყებლობების ბრალი ხო და მედია მაუწყებლობის ბრალი რაც არის ახლა. იმიტომ რომ წიგს აღარ კითხულობენ და უფრო თვითონ თუ დააკვირდებით თქვენ იმ მედია მაუწყებლობაში დასაქმებული კადრებიც არ კითხულობენ და მე მგონი ცხოვრებაში წიგნები არ აქვს საკითხული, იმიტომ რომ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით აი ქართულს ხო საერთოდ განმეორდები და რაღაც ისეთ ამაზრზე მარაზმატიკულ ყურს ჭრის რა და რაღაცნაირად როგორც კი გაისმევს რაღაც ტერმინები მომენტალურად წვეთ იმასთან რაღაც უნდა უყო ხო არ ნახეთ აი იმედია საშუალებებშიც ძალიან აი განათლების აი აშკარად შეიმჩნევა რა რომ ეხლა შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენო მაგრამ რა ვიცი თუ ასე უნდათ განათლების ნაკლებობა აქვს იმ ეგრეთ წოდებულ მე ასე ვარქმევ რა არ შეიძლება ჟურნალისტი გერკვას და ბავშვებს და იმას აქეზებდე და გმირობად უთვლიდე მოლოტოვის კოქტეილების სროლას და ვიღაცა პოლიციელების და ასე შემდეგ დაწვას და ქვეყნის განადგურებას და შენობების გადაწვას და ასე შემდეგ და ამას უთვლიდე გმირობად და ბოდიშტა დაპატიმრებული ადამიანების მშობლების და ასე შემდეგ ამით მანიპულირებდე და ესეთ ბოდიში და აი ფეხზე კიდია ადამიანებო გაითვალისწინეთ რა ჩემო ახალგაზრდებო და იქ ვინც დარბიხართ ეხლა დროშებს შემოხვეული და პატრიოტები როგორია თავები აი ამათ გასაგონად აი ფეხზე კიდიათ იმ რუპორებს რომელიც თქვენ გაქეზებენ აი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებისკენ მათ ერთადერთი აინტერესებს მათ საკუთარი შემოსავლები აი ეს გამჭვირვალობის კანონი რამდენი წლების მანძილზე საუბრობი და მადლობა ღმერთს რომ მიიღო ხელისუფლება მაგრამ ნახეთ ეხლა უკვე აღსრულება უნდა არა მხოლოდ კანონი შეიძლება იყოს ესეთი უნდა აღსრულდეს არ შეიძლება ეხლა რომ უბრალოდ ეჭვის დონეზე ვილაპარაკოთ რაღაც კონკრეტულ თანხების შემოდინებაზე თუ ასე თუ მართლაც გინდება და ფაქტი არსებობს და გამოძიება უკვე ჩატარებულია დადგენილი ფაქტია უკვე ხო? მაშინ რაღაც ეფერები აღსრულდეს ანუ თუ სამართლებრივ სახელმწიფოს რუსული კანონი იძახეს სულელია არანაირი რუსული როცა ქართულ ინტერესებს და ჩვენ ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება თუ კი რამე აკეთეს ანტისახელმწიფოებრივი საქმე უცხო საქმე მათ შორის რუსული საქმე ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან ტერიტორიებიდან დაწყებული ქართული აი ესეთი რა როგორ თქვა ქართული კულტურის, ქართული განათლების სისტემის ესე დანგრევის და ახალგაზრდობის აი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენების. აი ეს ყველაფერი ანტიქართული და ანტის ყველაფერი მათ აკეთეს და ყველა სხვა სახელმწიფოების თქვენ რა გონიათ ეხლა საქართველოს ძლიერი საქართველო ან ჩრდილოეთს აწყობს ან სამხრეთ სახელმწიფოს ან ჩვენების თუნდაც დასა არავის არ აწყობს. აქ არც რუსეთს უნდა ძლიერი სუვერენული განვითარებული ქვეყანა რომელიც მე თავის ძმებს დაელაპარაკება ოსებსაც აფხაზებსაც და დაიწყებენ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაღაც აღდგენის პროცესებს არ აწყობთ არც იმ რა თქმა უნდა იქ რუსეთის გარკვეული სპეცსამსახურები ჩაერევა რომ გარკვეული ის იყოს აქ დაძაბული ვითარება და ვერასოდეს აი ესეთი სიტუაცია და ამათაც აწყობთ ასეთი ხალხი მაგრამ ის რასაც ეს დასავლეთი ეგრეთ წოდებული მეგობრებად წოდებული აკეთებენ ჩვენს ნავის არის ნუ ესეთი რაღაცა მე მგონი არ ვიცი აი ესეთი ზეწოლა ეს იმაში რა ქვია სამხრეთ აფრიკაში იმ ხელისუფლებას არ გაუკეთებია აფრიკელი ხალხის მიმართ რასაც ისინი ჩვენ გვიკეთებდნენ ამ წლების მანძილზე აი როგორც ცდილობდნენ ჩვენს ყველანაირად ყველა მიმართულებით დამორჩილებას და მართლა ხალხს არ ვიცი რომ აი ამდენ რაღაცას ითმევს თვითონ ქართული საზოგადოება და მე მოუწოდეთ ხელისუფლებას რომ აი ეს ნდობა საზოგადოებისა გაამართლონ და იმ 1.5 მილიონი ადამიანის ბედი დაინტერესდნენ მათი თუ რა უჭირთ რა ულხით არ არის მარტო ვინც ტელევიზიით ჩანს იმათი ეს ქვეყანა რა ნებისმიერ არხზე
ეხა ესე ჩანს უბრალოდ თორე ესე არის. აქ ამ ქვეყნის მთავარი ძალა და ბირთვი არის ქართული ხალხი და საზოგადოება და ძირითადად მათ ინტერესებზეც უნდა იზრუნოს უფრო სახელმწიფო. მე მგონი მაინც გამოვალთ ამ ძიმე ვითარებიდან ბატონო. რა თქმა უნდა გამოვა ახლა მაგის გარეშე წარმოუდგენელი მიდის ყოველ შემთხვევაში კანონის გამჭვირვალობის კანონის თუ ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს და აღსრულების ანუ ჩვენთან საქართველოში რაც არის ეს არის ხოლმე აი აღსრულება და ეს სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე ანუ ჭირს მაინც ეს აღსრულება რომ იქ რაღაცა არ გამოიწვიოს მე იმის გაღიზიანება გამოიწვიოს ახლა ამოგვივიდა უკვე ყელში 30 წელია ვიღაცის გაღიზიანების გამო რაღაცას ვერ ვახსრულებთ ის რომ სახელმწიფოსთვის სასარგებლო და კარგი იყოს იყვიროს რაც უნდათ ის თუ ადი სახელმწიფო ქმედებს აპირებ ისა ჩადიან თუ დანაშაულებს ჩადიან თუ კრიმინალს ჩადიან თუ სადღაც დაწვა უნდათ რაღაც შენობების და დაწვის მცდელობაზე ის უკვე შესაბამის აღსრულებას უნდა მიეცეს და უნდა შესაბამისად იმოქმედოს სახელმწიფომ აბა ის ახლა მასე ჩვენს ლაპარაკობთ რომ აი ეს რაღაც უნდა გაკეთდეს და ბერკეტი აქვს სახელმწიფოს და ასე რომ გადადგას და იმ გლების თავების სახელების კითხვას კიდე შევეშოთ სულ რა არ შეიძლება ჩვენი გადაცემაც კანონი არის კანონი და უნდა იკანონოს დიახ გეთანხმებით დავასრულეთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ვსანდებოდეთ